რაღაც მომენტში სროლამ რო დაიკლო, გოჩამ გადამიყვანა, ოღონდ იქ გადასვლაც არ ყოფილა ადვილი, ტყუები წვიმასავით მოდიოდა და ყველა მხრიდან გვესროდნენ რა. ჩვენი გადასვლის მომენტში ეს რამდენი მეტრია გასავლელი? დაახლოებით 10 მეტრია მეზობლის სახლამდე ჩვენი სახლიდან, მაგრამ იქ რაღაც ბოძები იდგა, ხეები იდგა, რასაც ხდებოდა ტყუები და საბედნიეროდ იმ მომენტში ეს ტყუები ჩვენ აგვწდა. იყო მომენტი, რომ აი შარვალი ეხლაც არის და რავი, გადაღებულიც აქვთ, შარვალშიც კი გამიარა ტყვიამ რა. გადასვლის მომენტში შარვალში ტყვიამ გამიარა. უბრალოდ, რავი, კანზე უბრალო ნაკაწრი მქონდა და კანზე არ დაუზიანებულა. ეს შარვალი შენახული გაქვთ? ეს შარვალი ალბათ შენახული იქნება და რავი, ადრე დოკუმენტური ფილმი გააკეთეს, სადაც კადრებიც კი გადაიღეს რა. და იქაც ასახულია ეგ შარვალი რა. ამის შემდეგ, რავი, დიდი ხანი გაგრძელდა რა ის დღე თითქმის არ დამთავრდა ჩვენთვის. ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა, მაგის მერე სროლა არ შეწყვეტილა და როცა უკვე სროლა შეწყდა, აი სადღაც 5 წუთი შეწყდა სროლა, ალბათ ეგონათ რომ უკვე ყველა დახოცილი იყო და შევარდნენ სპეცნაზელები ჩვენ სახლში. მე მეზობლიდან, კარის მეზობელია და იქ ჭუჭრუტალიდნენ ფანჯრიდან უყურებდით რომ სპეცნაზელები სახლში შევიდნენ, სპეცრაზმელები. ამ სახლიდან უკვე გამოიყვანეს ხელებს შებორკილი გოჩა და ომეხი, რომლებიც ჩვენი აივნიდან ჩაიყვანეს ეზოში. ეზოდან უკვე ორღობეში გადაიყვანეს და ის ორღობე უკვე ჩვენი იქიდან, სადაც იმ ადგილიდან, საიდანაც მე ვიყურებოდი, აღარ ჩანდა, უბრალოდ დავინახე რომ გაიყვანეს ორი ადამიანი სახლიდან. და მაგის მერე სულ რამოდენიმე წუთში, ალბათ 2-3 წუთი გავიდო და ავტომატის ჯერის ხმა გაისმა და რამოდენიმე ათეულჯერ ისროლეს რა. მაშინ მაგ მომენტში არ ვიცოდით მეტი რაღაცზე ისროლის. ისროლაც მორჩა და რამოდენიმე წუთში ჩავედით ჩვენი სახლის მიმართულებით, როგორც მე, ასევე სხვა მეზობლებიც იმ მომენტში, რავი, მთელი სოფელი შეკრებილი იყო სახლიდან გამოსული და ყველა ცდილობდა ჩვენი სახლისკენ ჩამოსულიყო, რომ ენახათ რა ხდებოდა. ჩავედით და ჩვენი სახლი, რა თქმა უნდა, სპეცრაზმელებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული. რავი, სოფელში მთელს ტერიტორიაზე ერთი პატარა ადგილიც არ იყო, სადაც სპეცრაზმელები არ იდგნენ. მთლიანად ალყაში იყო მოქცეული მთელი სოფელი. ჩავედით და იქ უკვე დავინახე, აი პლედ გადაფარებული. მე როგორც ვნახეთ, ომეხის ცხედარი იყო და მეორე მხარეს გოჩაზეც პლედი ჰქონდათ გადაფარებული. კი, ორივე ბიძა. და მამაჩემი მე იმ მომენტში არ მინახია, იმიტომ რომ უკვე გადაყვანილი ყავდათ რა. დაკავებული ყავდათ. კი. გოჩა მოძრაობა როგორც კი დაიწყოს, ის პლედი გადახადეს, ნახეს რომ ცოცხალი იყო ადამიანი და თელმა სოფელმაც ნახა რომ ადამიანი ცოცხალი იყო, იქ ვეღარ დაასრულეს ის საქმე, რაც უკვე დაიწყეს. გოჩას დანით ჰქონდა რამოდენიმე ჭრილობა მიყენებული გულმკერდში. შესაბამისად, აი ხალხი იყო, იმდენი მოწმეები იყო, აღარ დაასრულეს ის საქმე, რაც დაიწყეს და გადაიყვანეს უკვე თვითმფრინავით საავადმყოფოში.